5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. აფხაზეთში არაერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი მოღვაწეობდა. თავისი საყვარელი საქმიანობა ბევრმა მათგანმა დევნილობაშიც განაგრძო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა ეს დღე პირადად მიულოცა აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს და მადლობის სიგელები გადასცა. მერიმ გალობლიშვილი არის ის ერთ-ერთი პედაგოგი, რომელსაც დიმიტრი ჯაიანი ესტუმრა. იგი წლების განმავლობაში ფიზიკა, მათემატიკას ასწავლიდა და განვლილ წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს. ლექსების წერა ყოველთვის უყვარდა და საბოლოოდ კრებულიც გამოსცა. როგორც თვითონ ამბობს, მასწავლებლობის გარდა სხვა პროფესიას ვერ დაეუფლებოდა. სულ მასწავლებლობას თამაშობდი ბავშვებიდან. ძალიან მიყვარდა, ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, მაგრამ ვერ გავხდი ლიტერატორი. 40 წელზე მეტი ვიმუშავე სკოლაში. თბილისში რომ ჩამოვედი, ვიმუშავე თითქმის 10 წელი. ჩვენ გახსნილი ქონდა მე-18 სკოლის შენობაში ჩვენი საღამოს სკოლა და იქ მუშაობდი. ეს ტელევიზორი ჩემი ყოფილი მოსწავლის ნაყიდი. აი ასეთები ბევრი მყავდა ძალიან. ველი ჭურჭუმიას პედაგოგიური მოღვაწეობა 1968 წლიდან დაიწყო. ვიდრე სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის მასწავლებელი გახდებოდა, სულ სხვა პროფესიას ეუფლებოდა. დღეს კი უმაღლესი კატეგორიის აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი იხსენებს განვლილ წლებს და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მოსწავლეები დღესაც ხშირად სტუმრობენ ველი მასწავლებელს და სიყვარულით ანებივრებენ. ომის შემდგომ პერიოდში ჯვარის მე-3 საშუალო სკოლაში სადაც რუსული სექტორი იყო გადმოვა ქართულად და მის ქართული მე-3 საშუალო სკოლაა დღეს. ისეთი უზარმაზარი სიყვარული მაქვს დღეს ჩემი ახსასდელები. აი რამოდენიმე დღის წინაც იყვნენ ჩემთან ჩემი ახსასდელები. როგორც სოხუმიდან, ისე ის პატარა დრო იყო 6 წელი, მაგრამ ჯვარიდანაც მოსწავლეებს უსურვებდი. ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და დაბრუნებას საკუთარ ბუდეში. დაწყებითებს ყავდა ცალკე სასწავლო ნაწილის გამგე და ქალბატონი ველი იყო. რიგი იყო ბავშვები, ვინც შესაყვანი იყო სკოლაში, მოხვედრილი იყო ქალბატონ ველის კლასში. იმდენად სახელგანთქმული პედაგოგი იყო. ყველა ქალბატონი აღნიშნავს პედაგოგები, ვისაც ჩვენ ახლა ვეწვიეთ, რომ აი ეს დღეს მოგვასწროს ამ ქალბატონებთან ერთად, რომ ჩვენ დაუბრუნდეთ სოხუმს, დაუბრუნდეთ აფხაზეთს და აი ეს იქნება ყველაზე მეტი საჩუქარი ამ ქალბატონებისთვის. თინა გვარამია ოჩამჩირის მეორე საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. დედაც და ბებიაც პედაგოგები იყვნენ. ამიტომ ეს პროფესია ერთგვარ ოჯახურ ტრადიციად იქცა. დღესდღეობით 94 წლის თინა გვარამიას სახლის თაროებს არაერთი საპატიო სიგელი თუ медали ამშვენებს. ეხლა კიდე მეუბრებიან ბავშვები. მე ბავშვებს უძახი. ბაგრატონო, გვახსოვს შენი თვალები და დღესაც გვეშინიაო. მირეკავენ კითხულობენ როგორ ბრძანდებით. აქაც რო ჩამოვედი, ვერ გავჩერდი უსაქმოდ. და აქ ბავშვები რო დარბოდნენ, მოაგროვე. და მეცადინეობდით. ვასწავლიდი ხატვას, წერას. ორიანი მოვიდა ჩემთან. 2 რამე წერა. იყავი ღირსი გადაიკითხე.